პირველი ივლისიდან თბილისში შინაური ბინადარი ცხოველების ყოლის ახალი წესი ამოქმედდება. თბილისის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ცხოველის მეპატრონეს კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის ყოლა ეკრძალება. გამონაკლისია 6 თვემდე ასაკის ნაშიერი. ასევე 5-ზე მეტი ცხოველის ყოლა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ცხოველთა მოყვარულ საზოგადოებისთვის ბუნდოვანი რჩება, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მეპატრონემ ან მომშენებელმა, თუ ერთ მისამართზე 5-ზე მეტი ცხოველის ყოლა უნდა. კანონში ჩანაწერი არსებობს, თუმცა პრაქტიკული აღსრულების დეტალები და განმარტებები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ამიტომ აგროგარემოტივი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან ოფიციალურ წერილზე ელოდება პასუხს, თუმცა სანამ კონკრეტულ პასუხებს მივიღებთ, გეტყვით, რომ ახალ კანონში თავშესაფრისთვის რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა გახლავთ გაწერილი. კერძოდ, თავშესაფარს უნდა ჰქონდეს ვოლიერები, ვეტერინარული სივრცე, საკარანტინო ან იზოლაციისთვის განკუთვნილი სივრცე და ცხოველების გასასეირნებელი ადგილი. ვოლიერი ცხოველს გადაადგილებისა და საკვების მიღების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს. არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვას, არ უნდა იყოს 4-ვე მხრიდან დახურული და უნდა ჰქონდეს სათანადო ვენტილაცია. ცალკე მოთხოვნებია დაწესებული საშენებისა და მომშენებლებისთვის. კანონის მიხედვით ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენება საშენის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. საშენი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია 3 წლის ვადით გაიცემა, ხოლო შესაბამისი დოკუმენტი მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული. საშენს ასევე უნდა ჰყავდეს კინოლოგი ან ფელინოლოგი, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უზრუნველყოს ცხოველის კვება და დარწყულება, მოაწყოს ღია და დახურული სივრცეების სათანადო განათებით, დათბუნებით და განიავებით ვენტილაციით. გარდა ამისა, აუცილებელია ნაყარის მისაღების სივრცის არსებობაც. სანაშენე ცხოველების და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვაც არის მოთხოვნილი და სანაშენე წიგნის წარმოებაც აუცილებელი გახლავთ კანონით. თუმცა კინოლოგებისა და პროფესიონალი მომშენებლებისთვის რამდენიმე საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება. კერძოდ, როგორ უნდა შეფასდეს კერძო მეპატრონის ან მომშენებლის ტერიტორია, რა დოკუმენტით დადასტურდება, რომ სივრცე თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს ეს მონიტორინგი. ანუ პრაქტიკული აღსრულების დეტალები დამატებით განმარტებებს აშკარად საჭიროებს და ვიმედოვნებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან ოფიციალურ პასუხს ოპერატიულად მივიღებთ. რეგულაციამ კინოლოგებსა და პროფესიონალ მომშენებლებში სხვა კითხვებიც გააჩინა. მათთვის ამდრომდე ბუნდოვანია, როგორ გავრცელდება ეს ჩანაწერი ძაღლსაშენებსა და მომშენებლებზე კონკრეტულად. ეხება თუ არა ეს შეზღუდვა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ლოკაციას, თუ ერთი პირის სახელზე რეგისტრირებული ცხოველების საერთო რაოდენობაზეც ვრცელდება ეს ზღვარი, 5-ზე მეტი ძაღლის ყოლის აკრძალვაზე. ასევე გაუგებარია, რა კრიტერიუმით განისაზღვრა საერთოდ ზღვარი ეს 5 ცხოველის ყოლა და რატომ არ ჩაითვალა მაგალითად ოპტიმალურად 5-ის ნაცვლად 7 ან 10 ცხოველი. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან. დაგვპირდნენ, რომ რეაგირება ჩვენს წერილზე სწრაფად ექნებათ. დაველოდოთ. როგორც კი მივიღებთ მათგან პასუხებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დაუყოვნებლივ განვაახლებთ მასალას და საქმის კურსში ჩაგაყენებთ.